არსიანის ქედის სამხრეთ კალთაზე მდინარე აჭარისწყლის მარცხენა ნაპირზე სოფელი დიოკნისი მდებარეობს. ეს სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მე-16 საუკუნეში აჭარის ლივის დიდ დავთარში მოიხსენიეს. მაშინ ამ ტერიტორიაზე 4 კომლი ცხოვრობდა და სოფლის ისტორიის ათვლაც ამ პერიოდიდან დაიწყო. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, სოფელი შეივსო და დღეს სოფელი დიოკნისი ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული დასახლებაა. მოდით ერთად ვესტუმროთ ამ ულამაზეს კუთხეს და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება 21 საუკუნის თანამედროვე სოფელი მთიან აჭარაში. ზღვის დონიდან 1020 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ხულოს რაიონული ცენტრიდან 8 კილომეტრით არის დაშორებული. მას აღმოსავლეთით სოფელი ჯვარიქეთი და სამხრეთით მწვერვალი მაჩაქნარა. დასავლეთით სოფელი მანიაკეთი, ჩრდილოეთით კი მდინარე აჭარისწყალი ესაზღვრება. სოფელი დიოკნისი დიოკნისის თემს მიეკუთვნება, სადაც მუდმივად 60 კომლია დასახლებული. სოფელ დიოკნისში ამ შემაღლებულ ადგილს ვენახის უბანს ეძახიან, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტიანული საყდარი იდგა. აქ საოცავად როგორც ადგილობრივები, ასევე მეზობელი სოფლის მრევლიც ხშირად დადიოდა. სამწუხაროდ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალთა შემოსევისას ტაძარი დაინგრა და დღეს აქ მხოლოდ ისტორია შემორჩა. არჩილ ძირკვეძე სოფელ დიოკნისში დაიბადა და გაიზარდა. სოფლის ისტორიას ბავშვობიდან იკვლევს და სურვილი აქვს, რომ ერთ-ერთ უბანში აღმოჩენილი უძველესი ქვევრების ნარჩენების ადგილი უკეთ შეისწავლონ. ფიქრობს, რომ თუ აქ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება სოფლის ისტორიულ წარსულზე, უფრო მეტის გაგება იქნება შესაძლებელი. ჩვენი სოფლის სახელი დიაკვანს უკავშირდება. სანამ ოსმალები ზემო აჭარაში გაბატონდებოდნენ, აქ ცხოვრობდა ვინმე დიაკვანი, რომლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. აქ აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია, პატარა ბორცვიც უნახია და აუგია ეკლესია გვერდით საყდარი. არა მარტო ეკლესია სამლოცველო ყოფილა, არამედ თავშესაფარიც ყოფილა. დიაკვანს მრევლი მეზობელი სოფლიდანაც ჰყოლიათ. რომ ეუბნებოდნენ ვისთან იყავიან, ვისთან მიდიხარო, დიაკვანთან, დიაკვანისთან მივდივარო და შემდეგ სიტყვა დიაკვანისმა განიცადა ცვლილება და დღეს გვაქვს დიოკნისი. როგორც თბილის წყლები გადაიქცა თბილისად, ბოლნელი ეპისკოპოსის მხარე გადაიქცა ბოლნისად და ასე შემდეგ. 1929 წელს დაწერილი რევაზ ქაზიმის ძირკვაძის ხელნაწერის მიხედვით ერთ-ერთი მეზობელი სოფლის მაცხოვრებელი ამბობს, თუ როგორ დაანგრიეს ეკლესია და ეკლესიის ნანგრევები ხევში გადაყარეს. სულთან სელიმ მეორეს აღწერით, ეს არის უკვე მე-16 საუკუნის 50-იანი წლები, დიოკნისში ცხოვრობდა 4 კომლი. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში უკვე 14 კომლით, ხოლო 90-იან წლებში 19 კომლამდე გაიზარდა მათი რაოდენობა. მე-20 საუკუნის ბოლოს უკვე 100 კომლამდე მიაღწია რაოდენობა, მაგრამ როგორც საქართველოს მთიან რეგიონებში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა განიცადა მოსახლეობა მიგრაცია ქალაქში და დღეისათვის მუდმივად ცხოვრობს 60 კომლი. ამ სოფლის განაყოფი არის ახალი დიოკნისი, რომელიც მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც აუცილებლად გადავიღებთ ამ ახალ დიოკნისას და მოგაწვით ინფორმაციას მის შესახებ.
დიოკნისი გარდა იმისა, რომ აქ მოღვაწეობდა დიაკონი, მეორე ვერსია არის კიდევ რომ თითქოს დიაკონიზიები სოფელი არის ხულოსთან ახლოს, იქიდან გადმოსახელებულა კაცი მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში და სოფლის სახელი აქ დაურქმევია და ამ სოფლისთვისაც დიოკნისი. და ეს სოფლის სახელწოდება რომ მე-16 საუკუნის მეორე დამკვიდრებულია, ამას რა თქმა უნდა ტოპონიმიური ერთეულების ადასტურებს. 1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ რომ დაუბრუნდა აჭარა საქართველოს, მას შემდეგ სოფლის ხელახალი განაშენიანება მომხდარა. სოფლის მხოლოდ ქვემო ნაწილში ცხოვრობდა მოსახლეობა და დანარჩენი ჭაობით იყო დაფარული. და იმ პერიოდის შემდეგ მომხდარა სოფლის ხელახალი აღორძინება. არის ასეთი მაგალითად სოჭი ათაღი, ნაილევი, ესეთი ტოპონიმებია, ნაქერალი, ესეც იმათაც რომ სამეურნეო თვალსაზრისით ის ჩვენი ფინაბრები რას აკეთებდნენ, ამ საქმიანობას ეწევოდნენ. შემდეგ ნავენახარი ალბათ მენახებას მისდევდნენ. გარდა ამისა აღმოჩენილია ისიც რომ ქვევრები იყო სოფლის ამა თუ იმ ტერიტორიაზე და ამ ქვევრებს თურმე მარტო ღვინისათვის კი არ ენახავდნენ, მომხდური ბევრი ყოფილა და როდესაც ყაჩაობა და თავდასხმები ხდებოდა, იძულებული იყო მოსახლეობა საარსებო საშუალებები გადაენახა და უკეთეს საშუალებას ქვევრებში მართლაც ინახავდა რომ თავი გადაერჩინა მომხდურის დასლის შემდეგ. როგორც ცნობილია, პირველი შემოსახლება ამ სოფლის განადგურების შემდეგ მომხდარა ქედის ეროვნიდან სოფელ ჯალავეზიებიდან ვიღაც გადმოსულა გვარად დიაბიძე და განუახლებია აქ სოფლის ცხოვრება. მე მომრავლებულან ალბათ და ჩვენი წინაგვარი სანამ ძირკვაზე დავიწერებოდით იყო დიაბიძე. მაგრამ დროთა ვითარებაში ეს გვარი თურქების მიერ შეცვლილი იქნა. იმიტომ რომ ოღონდ უნდა ყოფილიყო მაინც ამ ცხოვრებით. თუ ამას არის ამ და ალბათ საშელი იქნებოდა მისთვის. ძირკვაძეები არიან კიდევ შავაძეები, არიან ხმალაძეები, საგინაძეებიც არიან სოფელში, მაგრამ დომინირებს ძირკვაძის გვარი. სადაც რაც არ უნდა ის დიდი რაღაცა ძირკვაზე რამე შემთავაზოს, მე ჩემი სოფელი ფასი ვიცი, ჩემ სოფელს არასდროს არაფერში არ გავცლი, ვხარობ ჩემი სოფლით, ჩემი მეზობლებით, ჩემი მეგობრებით და ჩემი ახლობლებით. სკოლას 100 წლის ისტორია აქვს. აქ დღეს 44 მოსწავლე სწავლობს, რომელთა სწავლა-განათლებაზე 16 ადგილობრივი პედაგოგი ზრუნავს. ნათია, მოდი კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩვენ სკოლაში. როგორ ახართ? მადლობა, გაიხარით, გაიხარით თქვენც და მადლობა რომ გაიხდით ასე შემართებით თქვენ სკოლაში. ძალიან სასიამოვნოა. აი ვდგავართ 100 წლის იუბილე გქონდათ სულ ახლა ხანს, მე როგორც ვიცი და შესანიშნავი წარწერაც გაგიკეთებიათ სკოლაში. აბა გვიანბეთ რა ხდება სკოლაში ბატონო. როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი? სკოლის უახლეს ისტორიას მოგიყვებით. 100 წლის იუბილე ქონდა 2023 წელში. ერთად ახლა სადაც ჩვენ ვდგევართ, აქ იყო 8 წლიანი ხის პატარა შენობა. 1959 წელს
დაიშალა ის პატარა შენობა და მის ადგილას აიგო დიდი ხის შენობა და გახდა მანამდე იყო 8 წლიანი სკოლა და მერე გახდა უკვე საშუალო სკოლა, ანუ დაემატა მე-9 და მე-10 კლასები, რომელშიც 250-300-მდე მოსწავლე სწავლობდა. ეს განპირობებული იყო იქედან, რომ სოფელ დიოკლისის უახლოეს სოფლებში გელაძეები, კორტოხიდან, ღურტიდან, პაქსაძეებიდან, ტაბახმელიდან, მანიაკეთიდან, ბოძაურიდან, ბეღლეთიდან დადიოდნენ მე-9-10 კლასებში, იმიტომ რომ იმ სკოლებში იყო უკვე 8 წლიანი სკოლები იყო იმ პერიოდისაც და მე-9-10 კლასებში უკვე ის სკოლები მოსწავლეები აქ სწავლობდა, ამიტომ იყო ეს დიდი რაოდენობა მოსწავლეების. შემდგომისათვის ამ სკოლის, ხის შენობის სკოლის რეაბილიტაცია, ანუ დემონტაჟი მოხდა 1982 წელს, 82-84 წლებში 2 წლის განმავლობაში ეხლა სადაც რომელ შენობაშიც ვართ ჩვენ ეს შენობა აშენდა კაპიტალური შენობა და გათვლილი იყო 405 მოსწავლეზე. დღეს მდგომარეობის ზუსტად ეგ უნდა მეთქვა სამწუხაროდ 44 მოსწავლე სწავლობს, თითოეულ ზოგი ყავს ერთი მოსწავლე ერთ კლასში და მაქსიმალურად არის მე-10 კლასში რომელიც სწავლობს 7 მოსწავლე. ეს რაც შეეხება რამ გამოიწვია ხო რა საინტერესო რატომ მოხდა ესე, იმიტომ რომ 90-იან წლებიდან ბევრი ჩვენი სოფლიდან გადავიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებლად, რა თქმა უნდა გადავიდა ბავშვებიც თან წაიყვანეს, ბევრმა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და დღესდღეობით ამიტომ ყავს ჩვენ 44 მოსწავლე. მიგრაცია შეეხო. მიგრაცია, ხო, რაც მთავარია კიდე ის არის, რომ სკოლის რეაბილიტაცია შემდეგ მოხდა 2018 წელს და დღესდღეობით ასე გამოიყურება ჩვენი რეაბილიტირებული სკოლა. ასევე ყველა სკოლას ვიცით რომ აქვს ძალიან დიდი ისტორია, რომელიც თქვენ ახსენეთ 100 წლის ისტორია. აქ მოღვაწეობდა ჩვენი უკვე ეს მასწავლებლად აღარ მუშაობს, მაგრამ ის ისტორია ძალიან კარგად იცის, მოგეხსენებათ და ამას მოგახსენებთ ბატონი ოთარი. განსაკუთრებია, მოდი ბატონ ოთართან გადავიდეთ. კი ბატონი. ბატონო ოთარი, გამარჯობათ კიდევ ერთხელ. როგორ ბრძანდებით? მადლობთ. მე გაიხარეთ გესტუმრეთ სკოლაში და მე როგორც ვიცი თქვენ ხართ ერთ-ერთი მემატიანე, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ სკოლაში და იცით ყველაფერი სკოლის შესახებ და რომ გითხრათ უფრო ძველი წარსულის ამბები. შევეცდებით რომ გითხრათ ყველაფერი. დიოგნისის სკოლის ისტორია იწყება რუსული მმართველობის პერიოდიდან 1916 წლის მიწურულს ნოემბრის თვეში გაიხსნა 6 სკოლა ხულოს მაზრაში. ეს 6 სკოლა იყო ერთი ხიხაძირის ხეობაში. ერთი იყო თხილვანის, შემდეგი ფაჩხის, დიოგნისის, ღორჯომის, რომელსაც ადაძის სკოლა ეწოდებოდა, ჭვანის და ოლოდავრის. 6 სკოლა, მათ შორის ერთი იყო დიოგნისი. გარკვეული განსხვავება იყო ამ სკოლებს შორის და ძირითადი ის რომ 5 სკოლაში დიოგნისის სკოლის გარდა ყველა სკოლაში იყო ქართულის მცოდნე მასწავლებლები. დიოგნისის სკოლაში კი იყო სპარსი ვექილოვი და ცოლი რუსი ეროვნების, არც ვექილოვმა და არც მისმა ცოლმა არ იცოდა ქართული. მაგრამ მფარველები ჰყოლიათ მათ. მაშინაც ყოფილა როგორც აპოლონ წულაძის წერილებში ვკითხულობთ, კორუფცია და მფარველობა და ასეთი ხანდაზმულებთან გქონდა ჩვენ გამოკითხვები და ვერვინ ვერ ასახელებდა რომ დიოგნისში ვინმე მისწავლა ქართული ენა, ქართული ანბანი. როდის დაიწყო შემდეგ რას წერენ? შემდეგ ამ 16 წლის მიწურულს 1-2 თვე იყო ის იმ 5 სკოლაშიც მეცადინეობები, მაგრამ შემდეგ უკვე თებერვლის 17 წლის თებერვლის რევოლუცია რუსეთში, ის მოვლენები, პოლიტიკური ცვლილებები რუსეთში ამანი გარკვეული ის ზემოქმედება იქონია რა თქმა უნდა და შეწყვიტეს სკოლებში სწავლება. ვიცით რომ საბჭოთა პერიოდი იწყება, საბჭოთა პერიოდში აქ-იქ იხსნება ჯერ წერა-კითხვის უცოდინართა
ლიკვიდაციის სკოლების გახსნა. დიოკნისის სკოლის ისტორია იწყება 1922 წლიდან, როცა ისმაილ ძირკვაძის ოჯახში გაიხსნა ერთ-ერთ დიდ ოთახში გაიხსნა სკოლა. და ასე დაიწყო სწავლა-განათლების ამბავი. დიახ, 3 წლის შემდეგ 1925 წელს სკოლა გადაუნაცვლებიათ ხასან საგინაძის სახლში. შემდეგ 1928 წელს სკოლა გადანაცვლებულა იუსუფ შავაძის ოჯახში, უკვე ახალგახსნილი სკოლა, ახალაშენებული სკოლა, რომელიც აშენდა ცენტრში, სოფლის ცენტრში, მიწა სკოლისათვის დაუთმო სულეიმან შავაძემ, თავის საკუთრებაში არსებული სკოლა გადასცა, რომ სკოლა აეშენებიეს და აშენდა 7 წლიანი სკოლა. წელს სოფელ დიოკნისში რძის გადამამუშავებელი საწარმო ცეზარი გაიხსნა. საწარმო ძმების ცეზარი და არკადე კახაძეების ინიციატივით დაარსდა, სადაც ყველს სულგუნს, შებოლილ სულგუნს, კარაქს და მაწონს აწარმოებენ. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წელია ცეზარი წარმატებით აწარმოებს ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, სადაც ქართული ყველის მიმართ მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. რაკა სტუმრები მოვიდნენ ახლა. გამარჯობა არკა. როგორ ახარ? როგორ ხარ? ხასიამოა თქვენი მობრძანება ჩვენ საწარმოში ჩვენ სოფელში. გაიხარეთ, გაიხარეთ. ყველას გვიხარია ნამდვილად. ჩვენც გვიხარია რა. თქვენი აპარატების დანახვა და რა თქმა უნდა თქვენ. უდიდესი მადლობა, ჩვენც ძალიან გვიხარია რომ ესეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი წლების წინ და გაამართლა ამ ყველაფერს. ვცდილობთ. რომ გვიამბოთ საიდან გაჩნდა იდეა, რომ ყველის საწარმო გაგეკეთებინათ და შემდეგ რა თქმა უნდა გვაინტერესებთ და დაგვათვალიერებინათ. 2005-ში დავიწყეთ საოჯახო ბიზნესი. ეს წალკის რაიონში. 2015-ში რომ გავფართოვდეთ წალკაში, აქეთ ეს ჩვენი სოფელი არის მართლა, რა ვიცი, აქ მოსული პროდუქცია არის ბიოპროდუქტი. და აქედან გაგვიჩნდა იდეაც, აზრიც, შრომაც, რომ გავუკეთებია მინი საწარმო. მაგრამ გამოგვივიდა, გაჩვენეთ როგორი საწარმო გამოგვივიდა და როგორ ვემსახურებით ადგილობრივ ფერმერებს და როგორ პროდუქციას ვაწვდით ქალაქის მომხმარებელს. და არა მარტო ქალაქის მომხმარებელს. დავთვალიეროთ თქვენი საწარმო. მობრძანებით. ეს არის ჩვენი საწარმო. წარმოება აქ ხდება ნათი. გითხარი აბა, ეს საწარმო აქ 2015 წელს. 2015-დან ფუნქციონირებს. როგორ დაიწყეთ? რამდენი ადამიანი მუშაობდით თავიდან? თავიდან ოჯახური ბიზნესი იყო ეს ჩვენი, მშობლებთან ერთად ვიზრდებოდით ჩვენც. და ჩემი ძმა, პატარა ძმა მყავს. ახლა უკვე დიდი კაცი არის, მაგრამ მაშინ რომ დავიწყეთ 2006 წელსში, 18 მე ვიყავი, 16 ჩემი ძმა. სახელწოდება ცეზარი ალბათ. ხო, ცეზარი ბრენდი. ხო, მაგითო პატარა ბიჭი იყო ძალიან. თბილისში რომ მქონდა ყველი, აი სურგუნს არა, ცეზარის ეძახდა. ცეზარის ყველი დაარქვეს და მაქედან დავარქვით ჩვენც. 2006-დან რომ დაიწყო, 2010-ში არასამთავრობო დაგვეხმარე. 2012-ში გავხსენით. და მერსკოპსი დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია. მერე იქიდან რომ წამოვედით, ბათუმში წვიდით ტურისტული სეზონი რო იყო, ჩამოვდიოდით ხშირად, იქ რო აბარებდით. ჩვენც ეკომიგრანტები რო ვიყავით, წალკიდან წალკაში გადაბარგებული
აი მონიტორინგი ჩავატარეთ რა, დამეხმარენ ამის კვლევაში თვითონ არასამთავრობოებიც. შესაძლებელი იყო თუ არა ხოლმე საწარმო ყოფილიყო რა. ყველასთან რომ გავიარკვე კონსტატაცია არ გაუწიეს რეკომენდაცია, მაგრამ მე ჩემი კუთხე იყო და მე ხომ ჯეროდა, იმიტომ მე ყოველდღიური შეხება მქონდა აი ფერმერებთანაც, ვეხმარებოდი იქ გაყიდვაში, აქედან ჩამოტანილი ფერმერებს. და არასამთავრობოებს რომ ჩემი იდეა შევსთავაზე, მითხრეს უპრობლემოდ დაგაფინანსებთ და გავაკეთეთ $800,000 საწარმოო დიოკნისის ცენტრში. ეს დანადგარები საიდან? ეს ყველა არის სტამბულში გაკეთებული. და ხო, ყველა, აი თვითონ ჩამოვიდა, თვითონ აგვიწყეს აქ ჩვენ თან ტრენინგებს ვიკეთებდა 3 წელი, პროგრამა არ შევშლოდა რა. ამჟამად ყავს ჩვენ კომპანიაში შემუშავოს 65 თანამშრომელი. ჯამში და დიოკნისის საწარმოში მუშაობს 12. მარტო თანამშრომლები არ არის, როგორი რამე არის, ჩვენი მანქანები ყოველდღიურად მათი სიგნალი აღვიძებს ჩვენ ხეობაში. ძეს ფერმერებთან რომ მიდიან, ძეს ხიკავენ რა. ფერმერს უკვე აღარ ადარდებს თუ სად წაიღებს მის რძის ნაწარმს და ნაწველს. იმიტომ რომ თქვენ იბარებთ რძეს და შემდეგ იყენებთ აქ რომ ეს უგემრიელესი ყველი, კარაქი, მაწონი და უგემრიელესი სულგუნი მოუმზადოთ. არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, ამჟამად როგორც ვიცი, რამდენიმე წელია ამერიკაშიც და კანადაშიც მიმდინარეობს. აი, 2 თვეში ერთხელ ვატანთ, ან შეიძლება 40 დღეში ერთხელ ვატანდეთ 5 ტონას. ეს სურგუნი და შებოლილი სურგუნი. როგორ გახვედით? თვითონ გამოვიდა კონტაქტზე. თვითონ ხო და ჩვენთან ყავდა სურსათი, ამერიკის სურსათი ამ საწარმოში იყო შემოსული. ჩვენ საწარმოს ახლა ეს მასშტაბური საწარმო არა, როგორც ამერიკაში, მაგრამ აი როგორც რომ აი რა გითხრა, იცი ეს ყველიო ბიოპროდუქტიაო რა. ამი ეს არის ყველი არა, ესაა ბიოპროდუქტიო, რაც რომ აი ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მეტი ყურადღება ჭირდება, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ მე დარწმუნებული ვარ, თქვენ რძის ნაწარმი გავა უფრო დიდ მასშტაბებზე და ევროპის ბაზარსაც დაიპყრობთ და ბოლოს სანამ დაგემშვიდობებით დარწმუნებული ვარ, თქვენი დედმამა, კი, მაგათი დამსახურება, კი, ჩვენთან ამჟამად არიან უბედნიერესები, იმიტომ რომ მათ დაიწყეს ეს ყველაფერი. დღეს კიდე გვეხმარებიან რა, აღნიშნა რომ თვითონ რო არ იყვნენ, ამდენს ვერ გავაკეთებდით, იმიტომ რომ ყველანაირ სფეროში ჩართული არიან. აქტიურად არიან ჩართულები და ისე ნერვიულობს ხოლმე მამა თქვენიც და თუნდაც დედა თქვენი, თუ რამე ისე არ იქნება, რომ აი ეს არის ოჯახური ბიზნესი ნამდვილად. ისე მოდის. როცა რაღაცას გულით აკეთებ, ის აუცილებლად გამოვა. დაგემშვიდობები აბა და გაფართოვებული მენახეთ და უფრო დიდ მასშტაბებში. რაღაცა გეგმები რა, ნახოთ. კარგად იქ. კარგად სანდრა. წარმატებები. მადლობა. მე ახლა 104 წლის ზულბიე ბებო უნდა გაგაცნოთ, რომელიც სოფელ დიოკნისში ცხოვრობს და ჩემი გადაცემის ერთგული მაყურებელია. სოფლის უხუცეს 3 შვილი, 9 შვილიშვილი, 20 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. საინტერესოა რა ამბებს მოგვიყვება ბებო, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა. მობძადი. გამარჯობა ზულბიებო, როგორ ძანდებით? როგორ ახართ? გამარჯობათ. როგორ ძანდებით? რა შვრებით? აბე. ესე მიდიან როგორ ოქრო ესე მიდიან. ოქროსავით გივლია. მიდიან. ყველა დედა ჩემი დედა. მე დედა მოსაზმა ობოლივა. მოდი მაყურებელს ვუთხრათ, რომ თქვენ ცხოვრობთ რძალთან და თქვენ კიდევ თქვენს რძალთან ერთად. ანუ 3 თაობის რძალი ცხოვრობთ ერთ სახლში. როგორ გეკადრებათ? არ აუშავს ბებო. მთავარია რომ ერთმანეთის გვესმის და სახლ გონებაზე ხართ და ყველაფრის მოყოლა შეგიძლიათ. ახლა გითხარით
საიდან გათხოვდით და რამდენი წლის გათხოვდით? 16 წლის ავიღავ რომ გავწოვდი სოფელი დაისპარაული. იქედან წამოდი. ხო, კოზეთის გადმოსავალზე პირველი სოფელია. და ასეთ კარგ ოჯახში მოვედი. ბედიანი ვარ, ბედიანი. ახლა დღეს ვარ დამაზებული. ბებო, როგორ გათხოვდი? გარიგებით გათხოვდი თუ გიყვარდა? სიყვარული არ იყო ჩვენთან. დედის სოფელი. ბიძიებთან ჩამოვდოდი, ამირჩი, ჩემი დედა აქედან იყო. ანუ დედა თქვენის სოფელში გათხოვდით. აქედან იყო და სიყვარული არ იყო ჩვენთან. დანახვით ერთ მილდა, მაგრამ ასე ვიყავ. თქვენი მამამთილი იყო ვეტექიმი, ხო? ვეტექიმი იყო ჩემი მამამთილი. ძალიან დამსახურებული კაცი იყო, აღიარებული, კარგი, სპეციალისტი. რა ვიცი და ესეც იყო მის დროს იყო მზარეული. ეხლა რომ დარბაზებია და ქორწილებს იქ იხდიან, ადრე ისე კი არ იყო. იყო სოფელში პალატკებში, მაშინ ეს იყო ყველასი მზარეული. წამყვანი იყო ქორწილების. როგორი დედამთილი იყო? ძალიან კარგი. მე ამისგან ვისწავლე დედამთილობა. ახლა ჩემი ძალი არ ვიცი როგორ შემაფასებს ჩემ დედამთილობას რა სიტყვის, მაგრამ მე ამისგან ვისწავლე ყველაფერი და მე რომ მოვედი, ამის დედამთილმა მამთილიც იყვნენ. ცოცხალი. როგორი იყო თანაცხოვრებას ერთად? რა ვიცი, ძალიან კარგი იყო, ძალიან შეხმატკბილებული ოჯახი იყო. თქვენ საიდან გამოთხოვდით და როგორ? მე ღურტიდან ვარ გამოთხოვილი. თქვენც ალბათ გარიგებით ხართ თუ შეგიყვართ? გარიგებით. მე მამამთილმა ამირჩია. და თქვენი რძალი როგორ გამოთხოვდა აქ? ჩემი რძალი ჩემი გამორჩეულია. მარშრუტკაში მყავს არჩეული. რა საინტერესოა. ერთად ვიმგზავრეთ ბათუმიდან. ესე იგი გოგონებო, ფრთხილად იყავით დედამთილებთან ერთად არ მოხვდეთ სამარშრუტო ტაქსში. ერთად ვიჯექით და მომეწონა ეს გოგონა ყველაფრით. გზავრობისას მიხვდით რომ ეს უნდა გამხდარიყო თქვენი რძალი. რომ მოვედი ოჯახში ვთქვი და რა ვიცი, 1-2 თვეს ის ვქენით ახლოსოფლიდან მანიაკეთი დამყავს. ამას შევეკითხე. ვისი ხარ, სად იყავ? ლექციებიდან მოვდივარ. სტუდენტი. ხო და მე ამის მამამის კი ვიცნობდი, მაგრამ ეს თუ გოგო ყავდა იმას, იმ ხელა რომ სტუდენტი იყო, არ ვიცოდი და გავიცანი მარშრუტკაში. და სადაც არის ბედი შენი, იქ მოგიყვანს ფეხი შენიო, ხო? ძალიან მიხარია და ბედნიერი. ღმერთმა გაბედნიეროთ დიდხანს. ბებო, თქვენ დროს რძლობა როგორი იყო ის რომ მოგვიყვე? მაშინ გენერობა ძალიან ძღე იყო. არნათეგენა პანიკდა. და ყველა ვინც ჩამოვიდა და დამაზად გარიყო. ქალებმა ესაზნა ჩამოკაცებ მე. ახლანდელი დრო თუ მოგწონს? ძალიან მომწონს. ახლანდელი დრო. რატო სიცოცხლე აღლა? ყველაფერი ჯანმრთელობა ყველაფერი აღლა. როგორია ორ რძალთან ერთად ცხოვრება? ისე კარგად მიყურებენ რა კიდე. აბე თომა, ახლანდელი თომა ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა ბებო. მიხარია რომ გაგიცანით, მიხარია რომ ასე კარგად უვლით უხუცეს ბებოს, მოგვიყვა საინტერესო ამბები. დიდი უმეტი მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ და დიდხანს სიცოცხლეს. ეხლა კი დაგემშვიდობებით. ნახვამდის. აჭარის მაღალმთიან სოფელ დიოკნისში სუფთა ჰაერსა და ულამაზეს ბუნებაში რამდენიმე წლის წინ ადგილობრივებმა ჟოლოს პლანტაციის გაშენება დაიწყეს. გურამ ძირკვაძე იყო ის პირველი ფერმერი, რომელმაც ამ ყველაფრის დაიჯერა, იშრომა და ძალიან მალე საკუთარ მიწის ნაკვეთში უგემრიელესი ჟოლო დაკრიფა. მალე სოფლის მეურნეობის ეს დარგი მთელმა სოფელმა აიტაცა და დღეს უკვე ჟოლოს ბიზნესი სოფლის მაცხოვრებლების შემოსავლის მთავარი წყაროა.
გურამ გამარჯობა. როგორ ბრძანდები? კარგად. მეც გესტუმრეთ. მადლობთ, როგორც იქნა მეც მოვაღწია თქვენამდე. კაი დროს. კი, ნამდვილად არაჩვეულებრივი დრო არის. ხო, სექტემბერი ეს არის პიკი მოსავლის. გაცხარებული კრეფის პროცესში ხარ. ბატონო. არავინ არ აღამებს, ყველა მუშაობს, იმ ფერი სეზონია ახლა. მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი პირველი ალბათ ო, ასეა. ერთადერთი პირველიც, რომ ვთქვათ, რომ ამ სოფელში გააშენეთ პლანტაცია და ეს უგემრიელესი ხილი გახადეთ შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროთ დღეს სოფელში. რომ გვიამბოთ, რამდენი წლის წინ დაიწყეთ მისი გაშენება და საიდან მოგივიდათ ეს იდეა თქვენ? უკვე 13 წელია. იდეა ალბათ ნაკლები შემოსავალი იყო, სხვა პროდუქციების მე კარტოფილიობა იყო თუ სიმინდი თუ რამე, თითქმის არაფერი გამოდიოდა, სულ ფიქრი იმის მქონდა, რამე უკეთესიც და ბევრ რამეზე მქონდა, მაგრამ ამ მიმართულებამ ძალიან გაამართლა. 4 ჯიშით დაიწყე ეს ცნობილი ფაქტია, ერთი ეს დავხტიე მარტო. ის სამი არ იყო უფრო რეზისტენტული ჩვენ პირობებთან. შედარებით. ხო და ვიცი, უცებ მართლა ისე მე არც ველოდი, რომ სიმართლე ითხრა ამ ხელა განვითარებას ნამდვილად არ ველოდი. კი, რაღაცები მქონდა გეგმები, მაგრამ ასე ესწრაფად, ასე კარგად თუ ასე სოფლები 100% შეერთებოდა უკვე 400-მდე ოჯახი არაონში ჩართული, მილიონობით ლარი შემოდის, მილიონობით ნერგი იყიდება გაზაფხულზე აქედან. პირველად თუ გახსოვთ, რამდენ ჰექტარ მიწაზე დაიწყეთ ამ ყველაფრის გაკეთება? რა ჰექტარ რაღაც 2 თუ 3 50 მეტრიანი სიგრძის კვალი გავაკეთე პირველად. კი რა დამავიწყებს ყველა გიჟივით მიყურებთ. რას გეუბნებოდნენ? თუ გაგიგიათ ჭორები თქვენზე რას საუბრობდნენ? რას და უფრო ზარმაცი კაცი რამე გამოძებნისო. მიზეს გამო რა ვიცი, სიახლეების ძებნა ეს ჩვენ ცოტა გენეტიკურად მოვდგის ბაბუაჩემი 60-იან წლებში სანაშენე ჰქონდა გაკეთებული პერევალზე გოდერძე და მაშინ აწარმოებდა ხელოვნურ განაყოფიერებას და კიდე რამე და ცოტა გვიყვას გენეტიკაში ახლა სიახლეების ძებნა გვაქვს ასეთი ის. შესანიშნავად სხვათა შორის 1000 პროექტი და გეგმა შეიძლება გაკეთდეს და განვითარდეს, უბრალოდ სოფლები იცლება, თორემ შემოსავალი არის ნორმალად უკვე, გზებიც ეკეთდება, რაღაც არის, პირობები იქმნება სოფლებში. ძალიან დიდი კრიზისია. შარშან მაგალითად ტონობით ითქვას და შარშან დარჩა დასაკრეფის ერთოდ ხელუხლებელის და მუშახელის პრობლემა გვაქვს. ამ ყველაფრის შესახებ რაიმე ცოდნა გქონდათ, გამოცდილება? არა. როგორ რაიმე ლიტერატურა? არა, გამოცდილება არა. როგორ ბოტანიკა მქონდა ნასწავლი. სწორად უნდა გაკეთება. თან ხულოში. არა, გათვლები კი, საერთოდ ყოველთვის ყველაფერს როცა აკეთებ, უნდა გააკეთო პირველი ბაზრის კვლევა უნდა ჩაატარო. ბაზრის კვლევიდან იწყება ყველაფერი. თუ იქ არ გამოიკლევ შენი პროდუქცია, როდის იქნება იქ იმ დროს რაღის ის კონკურენტი ვინ გეყოლება, ვინ არ გეყოლება, შემოდის უცხოეთიდან იმპორტი თუ ექსპორტი თუ რა ვიცი და ეს ყველაფერი ეს უნდა ისწავლო ბაზარი, შეისწავლო ლამაზად და იმის მერე დააპროექტო დაგეგმოთ. კლიმატი როგორია? კლიმატი ზუსტად მიესადაგე. ზამთარი არ გისწრებთ ხოლმე? არა, ამას პირიქით სიგრილე უყვარს და ზამთარმაც ვერ ავნო ვერაფერი. პირიქით ნერგი ვინც წაიღო დაბალ პირობებში, დაბალ რეგიონებში უფრო ვერ იმუშავა. ხო, ვერ ახარეს. ოზურგეთში კარგად იქნა იქეთ. მესხეთ-ჯავახეთში ბევრი წავიდა კარგად. მანიაკეთი, დიოკნისი, ჯვარიქეთი, ტაბახმელა. ეს სოფლები 100%-ით. ამის შემდეგ მოდის ბოძავრი, ღურტა, კორტოხი, პახსაძეები, ეს სოფლები, რომელიც 70%, 80% არიან უკვე დაკავებული ამ საქმით. კი, ოღონდ იცი იმ სოფლებში უფრო ხარობს, სადაც უფრო წყალია და უფრო ჩრდილია, ნახევარჩრდილი უფრო, რომ მეტი სიცხეც არ უყვარს სვავს. და ვარ ლიდერი საქართველოში, თბილისში ჩვენ ჟოლოს ერთ-ერთი ვერ ჯობია. ამ წუთში იქაც ვაგზავნით და მთელი საქართველოდან აქ მოდის კლიენტი საყიდავად, რომ გაფუჭდა გორში, ქარელში, ყველგან ობიაკ, დღეს მეც ვერ წარმოვდგენდი თუ ასეთი ფასები და მოთხოვნა ექნებოდა დღეისათვის. კი. მე ვიცი თქვენი შვილი გეხმარებათ აქ. შვილები. შვილები. ცოლ-შვილი, აბა მარტო რა შეიძლება. ოჯახი, მთელი ოჯახი მუშაობთ რა 4 თვე მართლა მონურად მუშაობთ, მაგრამ ასიზა.
საჭიროა. სამაგერად დანარჩენი 8 თვე ხომ ისვენებთ. კი, თევზობ და ნადირობ. ძალიან მიხარია და ბოლოს მაინტერესებს სად მიგაქვთ? მე ასევე მაქვს ინფორმაცია რომ თქვენ იბარებთ და არა მარტო მე სხვებიც არიან იბარებენ, კი. და მიგაქვთ უკვე რეალიზატორები. ბათუმში. ბათუმშიც ვიგვაქვს, მაცივარშიც ვშოკავთ. მოსახლეობაში ძირითადი მოსახლეობა არის იცი ბათუმში უკვე გაგვიჩნდა 100 ტონამდე ბათუმის მოსახლეობა შეიძლება 100 ტონამდე ნაყოფი. ახლა დავდივართ გვირეკვენ და მთელი დისტრიბუცია მუშაობს მიზიდვით. ადრე არ იყო მაგალითად თქვათ კორონამდე. კორონამ გამოიწვია ამდენი მის ყიდავი. კარგი, მაცივარით ვნახოთ და შემდეგ დაგიმშვიდობთ. კი ბატონო. დავედით. დავით. აქ ვინახავთ ჟოლოს დიდი ხნის თუ მეტი მოსავალი გვეყრებიან ალბი რაოდენობით შეგვიძლია უბრალოდ შევნახოთ და წვეები და შეიძლება წვეები თუ საჭირო მაგრამ წელს კრიზისი არ დაგვიდება შენახვა კი აი ეს არის ცოცხლად ბიოპროდუქტი აი არანარი დანაკარგი ყველაფერი დამაის არ გვიჩნდება ტემპერატურაზე რომ ვთქვათ რა -18 ახლა აქ არის -18 კი სხვა არ არის და გავიყიდოთ და გავიყიდოთ სოფელ დიოკნისში ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელში, სადაც უნდა მოვამზადოთ ამ სოფლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი, რომელსაც დღეს ქალბატონი მერი მოგვიმზადებს. ქალბატონო მერი, რა კერძი უნდა მოვამზადოთ, რომ გითხრათ პირველ რიგში? მოგესალმებით, უნდა მოვამზადოთ ქალაჯო. აჭარული კერძი ქალაჯო. ესე იგი, ქალაჯო უნდა მოვამზადოთ, რომელიც მოხუცებს განსაკუთრებით უყვართ სოფელში და ახალგაზრდებით ცდილობენ, რომ ეს ტრადიცია გააგრძელონ. მაშასე, რა გვჭირდება, რომ გვითხრათ და ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს ქალაჯოს მოსამზადებლად? ნადუღი, ჭადი, ნიორი, კარაქი. მარილი გემოვნებით. ძალიან მარტივად მოსამზადებელია, თუმცა ძალიან სუყე და გემრიელია. ჩვენ ახლა დავიწყებთ მომზადებას და თქვენ აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი. კარგით. ჯერ უნდა ჩავასხათ წყალი. ჩავასხათ. კარაქი. ნადუღი უნდა ჩავდოთ. უნდა მოვათავსოთ ნადუღი ქვაფში. ქვაფში. ნადუღი არის ხაჭო, თუმცა მაღალმთიანეთში ვეძახით ნადუღს. და შესაძლებელია ხაჭოსგანაც მომზადდეს ეს უგემრიელესი კერძი. ნათი უკვე ჩვენი კერძის მომზადება. კარაქი დაიწყო და შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ. შეგვიძლია დავასრულოთ და თან ვაჩვენოთ. და თან მივირთვათ. როგორი გემრიელი სურნელი დატრიალდა. ძალიან. ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება და ერთი სული მაქვს, როდის გავსინჯა. ახლავე მოგართვამთ კინაცვალი.
ესეც ჩვენი ქალაჯო. ესეც ჩვენი ქალაჯო, რომელსაც მე ახლა გავსინჯავ და გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას. ძალიან დარწმუნებული ვარ, ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია, ძალიან არომატულია. და თურმე რატომ უყვარდათ ძველებს ქალაჯო? ჭადი არ გაფუჭდეს და გავაკეთოთ. რატომ არ აფუჭებდნენ ძველ მჭადს? ასე გამოიყურება მოკლედ ჩვენს მიერ მომზადებული გემრიელი ქალაჯო, რომელიც მე და ქალბატონმა მერიმ მოვამზადეთ. თუ თქვენ მოგინდებათ ტრადიციული გემრიელი კერძების დაგემოვნება, იცოდით რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიოკნისში, ქალბატონი მერი მუდამ სიხარულით გაგიმასპინძლდებათ. აუცილებლად, როგორც კი. ძალიან კარგი იყო თქვენი გაცნობა და თქვენთან ურთიერთობა ნათი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიოკნისის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი განთიადი წლებია არსებობს, სადაც ადგილობრივი მუსიკოსები აგრძელებენ წინაპრების ტრადიციებს. დღეს ანსამბლის სოლისტებმა მათი საყვარელი სიმღერა შეგვირჩიეს, რომელსაც სიამოვნებით მოვისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? დიდი მადლობა თქვენ, როგორ ბრძანდებით? გაიხარით, მადლობა რომ მოიცალეთ სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა აქ ჩვენთან და რა ვიცი. ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი ნახვა მადლობა. ყოველ ჯერზე. მადლობა. როგორ ხართ, რა შვრებით, როგორც ვიცი, წლები არსებობს თქვენი ანსამბლი, ცდილობთ რომ ეს ტრადიცია არ დაიკარგოს და თაობებს გაუზიაროთ. რა თქმა უნდა, ეგ წლები არსებობს, ოდითგანვე მოდის. კულტურის სახლია დაგვიტოვეს ჩვენმა წინა მორბედებმა, ერთი სიტყვით, ფოლკლორი, რა ვიცი, ყველა ის ღირებულებები, რომელიც დღეს შეგისრულებთ რა, რომელიც ჩვენ მხარეს ესადაგება სიმღერაა ასეთი. რას შეგვიძლია? ჩემი მხარე. ჩემი მხარე, ესე იგი მოგვიმზადეთ სიმღერა ჩემი მხარე, რომელსაც დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი სიამოვნებით მოისმენთ. Yes,
ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა სოფელ დიოკნისში, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო გამოგვივიდა. მიუხედავად ერთი დღისა ჩვენ გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი, დავაგემოვნეთ ტრადიციული უგებრიელესი კერძი და მოვისმინეთ ძალიან სასიამოვნო სიმღერა. მოკლედ, თუ თქვენ მოგინდებათ ხულოს მუნიციპალიტეტში მოგზაურობა, ბათუმიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელი დიოგნისი თქვენს მოლოდინშია.